კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევთვის რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ვატარებ დიდწდებს მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ შენი გაბზარული გულით შენიცი სიყვარული აზრი აღარ აცლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი გულის ცეცხლზე ვწვავ მე შენი ფრთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ რასაც არ ანდობენ ზღვას მე უკვე აქარ აღარ გადმოვცურავ სხვას მე აღარ გადმოვცურავ სხვას აღარ გადმოვცურავ სხვას ჩვენ საშორებას როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს დაღალიანცა როგორც შვარი საფავს დაადგეს დროიქვის ყველაფერს რასაც ვერ მოასწრებ რომ თქვა თქვენ მიზანთ ყველაფერს რასაც ვერ მოასწრებ რომ თნა და ჩვენგან დაღმეტილ და ჩემი ლათასტომ ბავშვები ნახავენ თუ ოდეს მე მოვიგებ თონს ჩვენ მოვიგებ თონს ჩვენ მოვიგებ თონს ზაქარიაძე ბათუმიდან ძალიან დიდი მადლობა ასევე back vocals ბადრი დოლბაია ომარ ბურდული მიშა იაკობიძე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მე არ ყოველი გამოსვლის დროს ძალიან მიჭირს ემოციებთან გამკლავება მე პირადად არ მიკვირს გვანცა და მოდი გადავიდეთ ბარემ ჟიურის დაუგროვდა დარწმუნებული ვარ სათქმელი ქალბატონო ნინო გისმენთ ქათამაძე ამ შემთხვევაში ძალიან აუცილებლად მინდა აღნიშნო ერთი მთავარი რამ რომ სიყვარული მუსიკისადმი და ხელოვნებისადმი არის ის ძალა რაც შენ აუთსაიდერობიდან აქამდე მოგიყვანა
ამ ბრძოლამ და მთავარი გაოცებული ვარ ამ ასაკში ჯერ როგორი ერთგული ხარ იმ სიმღერისადმი იმ ერთი სიმღერისადმი როცა შენ იწყებ და როგორ ბოლომდე ხარ მასთან და გაოცებული ვარ იმ დრამატურგიით რაც შენ ასე ბუნებრივად გამოგდის ისე რომ არ ფიქრობ ეს არის სიყვარული შენი უზარმაზარი სიყვარული მუსიკისადმი და მე მიხარია რომ მე შენ გიპოვე ამ პროექტში საქართველოს ვარსკვლავში დიდი მადლობა ალბათად მინა მე დიახ ჩვენც მაგ დღეში ვართ ქალბატონინო გაიღვიძე ლუკა პირველი დღიდან კონკურსის აი მაშინ როდესაც ჩვენ თან გიპოვეთ და თან ვითომ ვერ გიპოვეთ იმიტომ რომ აუთსაიდერი იყავი პირველ კონცერტზე აი დღიდან მოყოლებული ყველა კონცერტზე შენ ხარ რაღაცა ყველაზე სასტიკ საკეპ მანქანაში გატარებული კონკურსანტი იმიტომ რომ ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაატარეს შენზე ამ კონკურსის განმავლობაში და ყველა ექსპერიმენტი და შენ ძალიან ღირსეულად გამოხვედი დღესაც იყო უსაშიშესი ექსპერიმენტი გინდა სტინგი და გინდა ირაკლი ჩარკვიანის ეს სიმღერა, იმიტომ რომ ჩარკვიანის სიმღერასაც შეეხება ამდენი ხანი რეჩიტატივი სცენაზე მომღერალმა ისე წარმოთქვას, რომ დაიჭიროს დარბაზი, ეს შეეძლო ირაკლის. აღმოჩნდა რომ შეგიძლია შენც. მე მინდა რომ ორ რაღაცას ვიტყვი. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მე ამოვიკითხე, მე ძალიან მაღალი აქტიურობაა საქართველოს ვარსკვლავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ჩემი აკაუნტი და არ ვარ Facebook-ის მომხმარებელი, ყოველდღიურად თვალს ვადევნებ ამ გვერდს და შენი ერთ-ერთი ფოტოს ქვეშ იყო ასეთი კომენტარი, რომელიც მე ზუსტად ჩემს ათქმელს გადმოცემ და ერთი გოგო წერდა, რომ ლუკა როცა სცენაზე გამოდის, მე მას სულ ვენდობი. იგივე სხვა მინდა მეც. მე შენ სულ გენდობი, როდესაც შენ სცენაზე გამოდიხარ და ეს მომღერლისთვის მე მგონი ძალიან დიდი. და ბოლოს მე ლუკაზე ყოველთვის ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე, იმიტომ რომ ემოციები მახრჩობს. ლუკამ სიუჟეტში თქვა, რომ თუ მაყურებელი გადაწყვიტავს, რომ მე მზათა ვარ ფინალისტთვის, მაშინ გადამიყვანოსო. ლუკა, მაყურებელო, ლუკა მზად არის ფინალისტთვის. მზად არის. ბატონო პაატა, გისმენთ. მე რა უნდა ვთქვა, მე ლუკა შეიძლება ყველა მოგისმინა თქვენ, მაგრამ მე პირველად გისმენ, შემოსაყვარლო. იმიტომ რომ მე აქ საქართველოში შეათათა ვარ და ბედნიერება მომქონდა დღეს. შენ ჩემთვის ხარ ნამდვილი აღმოჩენა დღეს. მე მინდა მოგილოცო ეს ნამდვილად აღმოჩენა. და მე რა მომეწონა ყველაზე ძალიან, გარდა იმისა, რაც აი ჟურის წევრებმა თქვეს, მე მომეწონა აი როგორი განუმეორებელიც არის, მაგალითად შორს თუნდაც ნინო კათამაძე, რომელიც გვერდში მიზის, რომელიც აქვს თავისი სახე, თავისი სტილი, თავისი მაყურებელმა შეიყვარა, ამას არავისთვის ეს არ მოუპარია, არავისგან არ უსწავლია. ეს არის დაბადებული ესეთი და ვინც ნინოს მიბაძავს, ის იქნება სასაცილო, მე თუ მკითხა და ნინო არის, აი ზუსტად შენაგაკ, აი ეგ შენი სტილი, შენი აი მაგას არ გადაუხიო, მაგით შენ ძალიან შორს წახვალ. გილოცავ, შენ ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა ხარ, გაგიმო. ძალიან მიჭირს ლუკაზე ობიექტურად ვისაუბრო ზოგადად, მაგრამ თუ გახსოვთ წინა ოთხშაბათს ლუკამ კინაღამ დატოვა პროექტი. ჩემთვის მაგალითად ეს იქნებოდა, არ ვიცი, ძალიან დიდი სტრესი და თუ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ფინალში ყოფნას, უნდა დაურეკოთ, უნდა გააქტიურდეთ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს და მიეცით ლუკას ეს შანსი, რომ მან იბრძოლა საქართველოს ვარსკვლავისთვის ფინალში. აბსოლუტურად გეთანხმები, გვანცა თან ბილაინმა მოგცა მის საშუალება, რომ დაურეკოთ და მხარი დაუჭიროთ ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა, ამიტომ ნუ იქნებით პასიურები, ყველა ზარი გადაწყვეტია და ყველა ხმა უმნიშვნელოვანეს. ძალიან ხმამაღლა თქვი შენი ნომერი ლუკა. ვერ იტყვის ხმამაღლა, მაგრამ მე ვეხმარები. 0-3-3-3-3 დაურეკეთ ლუკას.